დავდარდოთ ივანიშვილს და თქვენ იდარდეთ. თქვენ დარდობთ ივანიშვილის სანქცირებაზე? მოქმედებებზე, რასაც თქვენ დარდობთ ივანიშვილის სანქცირებაზე? დააზარალეთ. როგორ არ უნდა ვიდარდო? იმიტომ რომ კაცია, რომელიც უდგას ამ ქვეყანას სათავეში და მაგრად უდგას. შესაძლოა სწორედ ამ დარდმა ჩაიყვანა ნოშიკო ნამორაძე დიდ ბრიტანეთში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილს ახლა სანქციების საფრთხე ემუქრება. ბიზნესმენების დახმარება კი ოლიგარქისთვის ბოლო რესურსია, მას შემდეგ რაც ქართული ოცნება დასავლეთისგან იზოლაციაში მოექცა, პარტიიდან პარტნიორებთან კომუნიკაციის და ასე ივანიშვილის ინტერესების დაცვის საშუალება არავის დარჩა. ამიტომ გავრცელებული ინფორმაციით ოლიგარქმა ახლა საქმეში ბიზნესმენები ჩართო. ბრიტანეთში თქვენი ვიზიტის მიზანზე შეგიძლიათ მეტი გითხრათ? ბრიტანეთში თქვენი ვიზიტის მიზანზე შეგიძლიათ მეტი გითხრათ? სადაც მინდა იქ წავა. ბიძინა ივანიშვილის დახმარება ხომ არ იყო ამ ვიზიტის მიზანი? მაქვს იმდენი, მე 18 წელს გადავცილდი, გუშინ ხო გითხარი 18 წელს. ივანიშვილს ეხმარებით სანქციებისგან თავის დაცვაში? სადაც მინდა იქ წავას. ნოშიკო ნამორაძისგან ასეთი ძალისხმევა გასაკვირი არც იქნებოდა, რადგან ბიზნესმენი ოცნების მიმართ კეთილგანწყობას არ მაღავს, თუმცა ასეთი სხვაც არაერთია. მათმა ნაწილმა თავი დღეს ივანიშვილის სასტუმროში კობახიძესთან შეხვედრაზე მოიყარა. რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს და სავარაუდოდ არა მხოლოდ ეკონომიკაზე, რადგან მანამდე საჯაროდ კობახიძე ბიზნესმენების დამშვიდებას შეუდგა. არჩევნები ჩაივლის მშვიდად, ასევე ზოგადად 4 ოქტომბრის დღე მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის შვიდი და სტაბილური განვითარება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ბიზნესისთვის ბუნებრივია, საკონცო მნიშვნელობა აქვს სიმშვიდეს და სტაბილურობას პოლიტიკური თვალსაზრისით. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო თქვენი ბიზნეს საქმიანობის განხორციელებისათვის. კობახიძის ეს გზავნილი სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ უკმაყოფილება ოცნების პოლიტიკით მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შორისაცაა, რომლებსაც პროტესტის გაჩერებას ოცნება უკვე 1 წელია უშედეგოდ პირდება. ამ დროისთვის ვერც დასავლეთთან დაალგება გამოსდის, ამიტომ დღის წესრიგში რჩება ივანიშვილის სანქცირება, რაც ზოგიერთი ბიზნესმენის შეფასებით არა პერსონალური, არამედ ქვეყნის პრობლემაა. კობახიძემ გითხრათ, რომ 4 ოქტომბერს არაფერი მოხდებაო და დაგამშვიდეთ ამით და გეშინოდათ 4 ოქტომბრის. ივანიშვილის სანქცირებაზე რაც გეტყვით, მოსალოდნელია რომ ეს მოხდება და ქართულ ბიზნესს როგორ აისახება თქვენი აზრით? ვერ გეტყვით, არ მგონია. აზიანებს ივანიშვილის სანქცირება ბიზნესს? არ მოხდება. სიმსახურებს თუ არა სანქციებს ივანიშვილი? ვერ გეტყვით, ახლა მაგას შესწავლა უნდა, ნახვა უნდა და არა, თუ დასანქცირდება, რა თქმა უნდა დააზიანებს. ჭირიმე ხა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვინც არ უნდა დაასანქციროს, რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ არანაირი მაგის ასე ვთქვათ საქართველოს ეხმარებით ივანიშვილს რომ სანქციებს თავი აარიდოს? ნებისმიერი ადამიანის სანქცირება განსაკუთრებით ბიზნესს ვინც აკეთებს ქვეყანაში ან მართავს რაიმე პროცესს არის ძალიან ცუდი. გამოსალოდ რაც ხედავთ, ქართველი ხალხი მიიჩნევს რომ სანქცირება საჭიროა? ვფიქრობ რომ სანქცირება არ იქნება და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ არც ერთი ადამიანი განსაკუთრებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ქვეყნისთვის ვინც რამეს აკეთებს ამ ბიზნესში ან პოლიტიკაში არ უნდა დასანქცირდეს. არადა ივანიშვილის გულშემატკივრობა და მასთან სიახლოვე რომ ძვირი ჩდება. ბიზნესმენებმა უკვე კარგად უნდა იცოდნენ ირაკლი რუხაძის მაგალითზე. პროპაგანდისტული იმედის მფლობელი დღევანდელ შეკრებასაც ესწრებოდა. ივანიშვილთან ერთად ბრიტანეთიდან სანქციების სამიზნე რუხაძეცაა. სანქციები არ მუშაობს, ბატონო ირაკლი. თქვენ სანქცირებას ელოდებით? მე ჩემ სანქციებას არ ელოდება. სანქციები არ მუშაობს, ამაში გადუამევე წაიკითხოთ ეკონომისტების აზრი. და რომ გამკაცრდეს ივანიშვილის წინააღმდეგ? რატო უნდა გამკაცრდეს? რა დააშავა? რატო დაჯარიმებია ბიძინა ივანიშვილი? საგარეო კურსი არ არის შეცვლილი ამ ქვეყნის ხალხის ნებისაწინააღმდეგ? სად არის შეცვლილი? არ არის შეცვლილი. ოცნების საჯარო გზავნილი კი უცვლელია. პარტია ამტკიცებს, რომ ივანიშვილს, რომელიც ამ მიზეზით ამერიკის ელჩსაც კი არ შეხვდა, სანქციები არ ადარდებს. შესაბამისად არც ბიზნესისთვის დაუვალებია ვინმეს ოლიგარქისთვის ლობირება გაეწია და თუ ასე მაინც ხდება, ეს სწორედ ბიზნესმენების სურვილით. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მსხვილი ბიზნესის მხრიდან ივანიშვილისადმი მხარდაჭერა ლიმიტირებულია, რადგან მათი წარმატებისთვისაც გამსაზღვრელი მნიშვნელობა ევროპულ კურსს და მშვიდ გარემოს აქვს. ქართველი ხალხი კი ევროპული მომავლის დაბრუნებამდე გაჩერებას არ აპირებს.
აუცილებლად ეს შეხვედრა უნდა გაეკეთებინა იმისათვის რომ ჯერ ერთი მათთვის და მერე კიდე ხალხისთვის დაენახებინა რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი არიან ბიძინა ივანიშვილის მხარეს მაგრამ ეს ასე არ არის თუ ნახეთ და თქვენ ჩემზე უკეთესად იცით ყველა დაბნეული იყო იქიდან გამოსული არ იცოდნენ კონკრეტულად რა უნდა ეპასუხათ იმიტომ რომ მოდი პირდაპირ ვთქვათ ამ ადამიანებს რაც აინტერესებთ ეს არის ძალიან ბევრი შრომის შედეგად მიღწეული წარმატება ბიზნესში და არ უნდათ რომ გადააყოლონ ბიძინა ივანიშვილის აი ამ სრულიად სიგიჟეს რომელიც ანგრევს იმ საფუძვლებს რომელიც პირველ რიგში სწორედ ბიზნესს დააზარალებს ერთ-ერთი ვერსიით ივანიშვილის ლობისტების სამუშაო ადგილი ახლა დიდი ბრიტანეთია, საიდანაც სანქციები შესაძლოა განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდეს, რადგან ოლიგარქის ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ბრიტანულ ოფშორებში რჩება. ერთი კვირის წინ კი ლონდონმა შეზღუდვები სწორედ ივანიშვილთან დაახლოებულ პირებს, ლევან ბასაძეს და ოთარ ფარცხალაძეს დაუწესა.